რა ვუყოთ კოჭაძეს? რა უნდა ვუყოთ ბატონო სულელი? სისულელისათვის ვერ გავრიცხავთ. არ გვაქვს მაგის უფლება. გადავიყვანოთ მეხუთე კლასში და ისი გადავიყვანოთ. გადავიყვანოთ, მაინც არაფერი გამოვა მისგან ისეთი სულელი. რა ვუყოთ ამ კოჭაძეს, ა? რა უნდა ვუყოთ? გადავიყვანოთ მერვე კლასში და ის იქნება. მაგ სულელისგან მაინც არ გამოვაგაც. რა ვუყოთ ამ კოჭაძეს? რა? რა უნდა ვუყოთ ბატონო? რაც 10 წლის განმავლობაში არაფერი შეუვიდა თავში, ახლა რა ეშვენება ვითომ, ა? მიეცით ატესტატი და გავუშვით. ეხება მოისუნთქოთ ერთი მაგ სულელისაგან. რა ვუყოთ კოჭაძეს? რა უნდა ვუყოთ? დადგენილი სულელი. მივცე დიპლომი და წავიდე სადაც უნდა. რა უყოთ ამ კოჭაძეს, ა? მივცეთ ხარისხი. ვის რა დაუშავდება ხელფასი რომ მოემატოს სიმსივნე? რამ გაგაცხარა ნინიკო ასე? რადა სერაფიონ კოჭაძის დისერტაციაზე რეცენზიის დაწერა დამავალეს. ხედავ ძალიან გავს კიკნაველიძის ახლახან დაცულ სადოქტორო თემას. მე მართალი კითხავს შემეცოდა და მსვლელობა რომ ისწემოდა შრომას პირველ ორ გვერდზე დადებითი მოსაზრება გამოდი. დანარჩენ გვერდებზე გავაკრიტიკე და დავასაბუთე, რომ შრომა ფუნდამენტალურ გადაკეთებას მოითხოვს. კოჭაძეს აუღია ჩემი რეცენზია. პირველი ორი გვერდი შეუსწორებია. დანარჩენი გვერდები საერთოდ ჩამოუშორებია. ჩემს მაგივრად მოუწერია ხელი და ასე გაუგზავნია დასამტკიცება. არა ამ საქმეს მე ასე არ დავტოვე. განებე თავი არ ღირს მაგ სულელს რამდენი ამბისაკა. რაზე მიეცით კოჭაძეს ასე უმართებულოთ ჩემი ლანძღვის უფლება? რატომ არაფერი უთხარით? რა უნდა უთხრას მაგას კაცმა? სულელია. როგორ გაბედა ისეთი ცილისწამება და ასე უდიერად ლაპარაკი? რატო წახვედი? იქ რო ყოფილიყავი ამდენს ვერ გავედავდა. იმიტომ წავედი რომ ჩემი რეცენზია რატომღაც არ წაიგითხე და მე მართალი გითხრათ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძელი. რას გიტანებთ ბატონო? მე გარკვევით ჩამოვაყალიბე რომ კიკნაველიძის სადოქტორო დისერტაციის შემდეგ არ შეიძლება ამ თემის ასე გაშუქება. და იქვე დავძინე რომ თავიდან ბოლომდე უნდა შესრულიყო. მე ხომ შეცვალა. არაფერი არ შეუცვლია სათაურის მეტი. და რა უფლება აქვს? არამეცნიერულს რომ მოწოდებ ჩემს შენიშვნებს. აუში კაცო სულელია. იქიდან მაგას გამოვეკეცი და აქ კიდევ აღარ მოვიცილე. როგორ მიეცით სადოქტორო ხარისხი? მე შავი ჩაუგდე და 20 კაცმა მაინც მითხრა შავი ჩაუგდეო და ხმები რომ დათვალეს. 3 აღმოჩნდა წინააღმდეგ. იმ სამიდან ერთი მე ვიყავი. ყველა ასე ამბობს. ახლა გწვენიათ ხმა რომ მიეცით ხო? დამაცადოს მაგა. თავი დაანებე გეუბნები. ჭკვიანი კაცი ხარ და რაში გამოგადგება იმ სულელთან ჭხუბი? მისი ლექცია გვაქვს ახლა. სერაფიონ კოჭაძის. ორი საათი რა გაუძლებს მაგ სულელს? წამო. დიდი მეცნიერი ლაპარაკი.